მოგესალმებით. Ამ ვიდეოში ვისაუბრებ beamforming-ზე. დღევანდელი მობილური ანტენები გადასცემენ ინფორმაციას ყველა მიმართულებით ერთდროულად, რაც სიგნალების გადაკვეთას იწვევს და ჩარევის რისკს ზრდის. beamforming-ი, ანუ სიგნალის მართვის ტექნოლოგია, მუშაობს ისე, როგორც სატრანსპორტო სიგნალიზაციის სისტემა მობილური სიგნალებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია ყველა მიმართულებით გაიგზავნოს, ის მონაცემებს ფოკუსირებულად აგზავნის კონკრეტულ მომხმარებლებზე. ეს სიზუსტე ხელს უშლის ჩარევას და ბევრად უფრო ეფექტურია. შესაბამისად, სადგურებს შეუძლიათ ერთდროულად მართონ უფრო მეტი შემომავალი და გამომავალი მონაცემთა ნაკადი. წარმოიდგინეთ, რომ შენობაში იმყოფებით და ცდილობთ ტელეფონით დარეკვას, ამ დროს თქვენი სიგნალი გარშემო მდებარე შენობების ზედაპირზე აირეკლება და ამავე არეში სხვა მომხმარებლების სიგნალებსაც ხვდება. შედეგად ყველა ეს სიგნალი ერთმანეთში იკვეთება და შეიძლება ჩარევა გამოიწვიოს, რაც კომუნიკაციის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. Massive MIMO საბაზისო სადგური იღებს ყველა ამ სიგნალს, აკონტროლებს მათი მიღების დროსა და მიმართულებას და სიგნალების დამუშავების ალგორითმებით ადგენს თითოეული სიგნალის მიმართულებას. შემდეგ კი მონაცემების საუკეთესო გადაცემის გზას პოულობს და მოწყობილობაზე აგზავნის სიგნალს. ზოგჯერ მონაცემთა პაკეტები შეიძლება აისახოს შენობის ან სხვა ობიექტებისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ სიგნალის ერთმანეთში არევა და უზრუნველყოთ მონაცემების შეუფერხებელი გადაცემა. შედეგად ვიღებთ ზუსტად მორგებულ და კონკრეტულ მონაცემთა ნაკადს, რომელიც მხოლოდ თქვენზე იქნება დამიზნებული. მადლობა ყურადღებისთვის.